ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მისი თანაშემწის ასევე სოფლის რწმუნებულისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ამ წუთებში მიმდინარეობს. პროცესს ქედის საკრებულოს წევრებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებისაგან შექმნილი სპეციალური კომისია აკვირდება. მათი ინფორმაციით ტესტირებას მოქმედი თანამშრომლების გარდა ვაკანტური ადგილების დაკავების მსურველი რიგითი მოქალაქეებიც გადიან. ამ დროისათვის კონკურსის პირველი ეტაპი 14-მა კანდიდატმა გაიარა, თუმცა მათგან გამსვლელი 50 ქულა მხოლოდ ერთმა დააგროვა. კონკურსის მომდევნო ეტაპს კომისიის წევრებთან გასაუბრება წარმოადგენს. რამდენი კანდიდატი მოახერხებს დაწესებული ზღვარის გადალახვას, ამის შესახებ მათნეს მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობთ. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ტარდება ტესტირების სახით, რომელსაც უზრუნველყოფს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეორე ეტაპი ჩატარდება ადგილზე გასაუბრების წესით. კომისიის წევრები დაკომპლექტებული არიან ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, 4 წევრი არის და 1 არის აჭარის მთავრობის აპარატიდან. დაკომპლექტებული არის ცხადია საკრებულოს გადაწყვეტილებით.